მოგესალმებით ბატონო გიორგი, ძალიან დიდ მადლობას გიხდით პირველ რიგში Business Insider-თან ინტერვიუსთვის. Galten Tagarti განსაკუთრებულია Business Insider-ისთვის, ვინაიდან ჩვენი ანალიტიკის ძირითადი წყარო სწორედ Galten Tagarts ემყარება და პირველ რიგში მინდა ვისარგებლო შემთხვევით და 30 წლის იუბილე მოგილოცოთ ერთის მხრივ და მეორეს მხრივ 2026 წლის საინვესტიციო ბანკად დასახელდა კიდევ ერთხელ Global Finance-ის მიერ Galten Tagarti და ასევე ამ ნაწილში მინდა საომავლო წარმატებებს გისურვოთ, არაერთი ჯილდოს მოგილოცავთ, მე დარწმუნებული ვარ წლებთან ერთად. თუმცა ამავდროულად თუ შეიძლება რომ გითხრათ, აი ამ ყველაფრის ფონზე 30 წლის იუბილეს ფონზე, უამრავი ჯილდოს ფონზე, როგორია Galten Tagarti-ის ძირითადი მიღწევები ბაზარზე? გიორგი, პირველ რიგში დიდი მადლობა სტუმრობისთვის და დაინტერესებისთვის Galten Tagarti-ით და მოლოცვისთვის. 30 წელი მართლაც აღსანიშნავი თარიღია და ძალიან მნიშვნელოვანია ეს Galten Tagarti-ის ისტორიაში. და რომ შევაჯამოთ და პერსპექტივაში რომ ჩავსვათ ეს გავლილი 30 წელი, სამი ძალიან მნიშვნელოვანი რამე არის, რაც Galten Tagarti-მა ბაზარზე შექმნა და დაამკვიდრა. ერთი არის კაპიტალის ბაზრის შექმნა და განვითარება, რასაც სალსახად Galten Tagarti-მა ჩაუყარა საფუძველი. მეორე არის ჩვენს ეკონომიკაში და ჩვენს კულტურაში კვლევითი მიმართულების განვითარება და საფუძველის ჩაყრა და კვლევითი საქმიანობის წამოწყება. და მესამე არის საერთაშორისო ბაზრებზე წვდომა, რომელიც Galten Tagarti-ის ჩართულობით და ინიციატივით სწორედ 2015 წელს პირველად გახდა შესაძლებელი ჩვენი კლიენტებისთვის. ქრონოლოგიურად რომ მოვყვეთ და დიდ სურათში შევხედოთ ამ ყველაფერს. 2005 წელს შედგა პირველი ობლიგაციების ემისია საქართველოს ისტორიაში და სწორედ Galten Tagarti-ის ექსკლუზიური მანდატით მოხდა ეს ყველაფერი. ეს იყო 2 მილიონი ლარის პირველი ობლიგაცია, რომელიც მაშინ ბაზარზე გამოვიდა. 2005 წლისთვის მნიშვნელოვანი ნაწილი. მაშინაც ალბათ არ იყო იმდენად მატერიალური დიდი ციფრი, რამდენადაც ეს იყო პიონერული გასვლა ბაზარზე და პირველი ტრანზაქცია ამ ტიპის. მას შემდეგ ევოლუცია რაც გაიარა კაპიტალის ბაზარმა, ახალი ყოველჯერზე ახალი და უფრო ზრდადი მოცულობებით, ისევე როგორც თემატური, სტრუქტურული და სხვადასხვა ვალუტების ემისიებით, Galten Tagarti ამ წლების განმავლობაში იყო მოწინავე და 2025-ში გასულ წელს მოვედით იქამდე, რომ მაგალითისთვის ჩვენს უნიშნელოვანეს პარტნიორთან, IG Development-თან ერთად გამოუშვით ისტორიაში ყველაზე უფრო დიდი მოცულობის მწვანე ობლიგაცია 82 მილიონი დოლარის ოდენობით და ეს ყველაფერიც Galten Tagarti-ის ექსკლუზიური მანდატით მოხდა. კვლევებს რაც შეეხება ამასთან დაკავშირებით ევოლუციას რო შევხედოთ, როგორც სექტორული, ისევე მაკროეკონომიკური კვლევის პიონერი იყო Galten Tagarti და დღესაც ამ მიმართულებით ძალიან ვაღრმავებთ და ვავითარებთ ჩვენს საქმიანობას. და კაპიტალის ბაზრებზე წვდომა 2015 წელს GT Trader-ის პლატფორმით პირველად გახდა შესაძლებელი ჩვენი კლიენტებისთვის და რაც მანამდე ქართულ ბაზარზე ფაქტიურად წარმოუდგენელი იყო, უცებ რეალობა გახდა საკმაოდ დიდი წრისთვის ჩვენი კლიენტებისა. ასევე 2021 წელს პირველად დავნერგეთ საქართველოს ბანკის მობაილ აპლიკაციაში საინვესტიციო პლატფორმა, რომელიც უკვე გაცილებით მასიური ხასიათის არის და საქართველოს ბანკის 2 მილიონზე მეტ მომხმარებელს აძლევს შესაძლებლობას, რომ ყოველდღიურ რეჟიმში ძალიან მოხერხებულად კონდეს შესაძლებლობა, რომ საერთაშორისო ბაზრებზე განახორციელოს ინვესტიციები. მართლაც მნიშვნელოვანი ნაწილია ხა თქვენ უკვე დღეს ისეთ პროდუქტებზე საუბრობთ, რომელიც მართლაც თითოეული ჩვენგანისთვის ხელმისაწვდომია იგივე
აქციების შეძენა, რომელიც ალბათ ძალიან ბევრი ადამიანისთვის საყვარელ საქმიანობათაც იქცა და ასევე ძალიან საინტერესო აუცილებლად მინდა აუჩვენო, მადლობა გადაგიხავთ ამისთვის. თქვენი საკმაოდ საინტერესო მოკლე ვიდეოები, რომელიც საგანმანათლებლო ნაწილსაც ემსახურება სწორედ აი ამ კულტურის განვითარების მიმართულებით. ბევრი კუთხით ლიდერია გალთი, ESG ლიდერობასთან დაკავშირებით მინდა კითხოთ. ასევე სწორედ გალთერთაგარც უკავშირდება ახალი აქტივობის კლასების დანერგვა, რას მოიაზრებს აღნიშნული და რატომ ითვლება, რომ ეს მნიშვნელოვანია? საგანმანათლებლო ნაწილს რაც შეეხება, ესეც ერთ-ერთი გალთენთაგარტის მოწინავეობის ერთ-ერთი განმაპირობებელი არის. როდესაც ბაზარზე ცნობადობა გარკვეული სერვისების, პროდუქტების და ფინანსური ბაზრების ზოგადად შესახებ არ არსებობს, საჭირო არის ცნობადობის ამაღლების მიმართულებით გარკვეული ნაბიჯების გადადგმა და გალთიც ამ მისიას ასრულებს ბაზარზე, რომ ჩვენს კლიენტებს, ჩვენს პოტენციურ კლიენტებს შევატყობინოთ იმ შესაძლებლობების შესახებ, რომელსაც საერთაშორისო კაპიტალის და ფინანსური ბაზრები ქმნის. ვიტყოდი რომ წარმატებით საკმაოდ, იმიტომ რომ ძალიან საინტერესოა ეს ნაწილი. დიახ, ჩვენ კითხვას რომ დაუბრუნდეთ კვლავ. ESG მიმართულებას რაც შეეხება, როდესაც ESG-ზე ვსაუბრობთ, განმარტების სახით რომ განმარტოთ, ESG მოიცავს ისეთი სახის პროექტებისა თუ კომპანიების დაფინანსებას და ისეთი ტიპის დაფინანსებას, რომელიც მიმართულია გარემოს დაცვითი, სოციალური და მმართველობითი სტანდარტების, გარკვეული სტანდარტების დაკმაყოფილებაზე ორიენტირებული პროექტებისა და კომპანიებისათვის. ამ მიმართულებით გალთენთაგარტმა პიონერი იყო და გალთენთაგარტმა დაინახა ის შესაძლებლობა, რომელიც ახალი კაპიტალის მოზიდვის და ახალი ბაზრის შექმნის შესაძლებლობებს გააჩენდა და პირველი მწვანე ბონდი, პირველი სოციალური ობლიგაციები, ისევე როგორც პირველი SLB-ს ვეძახით და ეს არის გრადობასთან დაკავშირებული ობლიგაციები, სწორედ გალთმა გააცნო ბაზარს და გალთმა შემოიყვანა ბაზარზე. ამას ჰქონდა ორი ეფექტი. პირველი იყო იმ ინსტიტუციონალური საერთაშორისო ინვესტორების მოყვანა და დაინტერესება მათი ქართული ბაზრით, რომელიც ამ კლასის და ამ ტიპის დაფინანსებაში მონაწილეობით არიან დაინტერესებული და ამან გააჩინა ახალი ბაზარი და რო გადავთვალოთ 1.1 მილიარდ ლარზე მეტი ESG დაფინანსება არის გალთის ჩართულობით გამოშვებული ბაზარზე და მეორეს მხრივ ჩვენს ემიტენტებს და ჩვენს პარტნიორებს შეუქმნა შესაძლებლობა უფრო მეტი, უფრო იაფი და უფრო მოქნილი დაფინანსების მოპოვებისა. და ამ მხრივ საკმაოდ მნიშვნელოვან ნაბიჯებს გეგმავთ მომავალშიც და პერიოდულად ამის შესახებაც სიახლეები გვექნება. კი ბატონო, აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ და ზოგადად ჩემთვის არა მხოლოდ ჩემთვის გალთენთაგარტი და ინოვაციები ესეც დამიპარალელდა ეს ორი ტერმინი ერთმანეთთან, ვინაიდან მუდმივად როგორც ხედავთ გალთენთაგარტის ერთ-ერთი პრიორიტეტი სწორედ ინოვაციებზე ორიენტირებულობა. აი ამ კუთხით საინტერესო იქნებოდა თქვენი შეფასება და შეჯამება გარკვეულწილად. გიორგი, ინოვაციები ნამდვილად არის გალთის DNM-ში და ჩვენც ყოველდღიურად ვცდილობთ, რომ ეს ინოვაციები კომპანიის ყოველდღიურობად და სტრატეგიის ნაწილად ვაქციოთ. შედარებით უფრო უახლესი, ასე ვთქვათ, განვითარებები ამ მხრივ და მიღწევები რომ ვახსენოთ. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი იყო მულტისავალუტო პროგრამის, ბონდების პროგრამის დანერგვა ბაზარზე, რომელზეც გალთის გუნდმა ეროვნულ ბანკთან ერთად ძალიან მჭიდროდ იმუშავა. რაც დავინახეთ ბაზარზე და რა შეზღუდა შესაძლებლობა რისიც ჩანდა, იყო რომ მანამდე ერთ ვალუტაში ხისტი და მოუქნელი პირობით იყო შესაძლებელი მხოლოდ პროსპექტუსის, ასე ვთქვათ, დაწერა და დაფინანსება, ანუ ემისიის გაკეთება და ჩვენი ინიციატივით შევქმენით გაცილებით უფრო მოქნილი ერთწლიანი პროგრამა, რომლის ფარგლებშიც გაცილებით უფრო მოქნილად არის შესაძლებელი თანხების ათვისებაც, რაც ერგება ემიტენტის მოთხოვნებს და საჭიროებებს და ასევე სხვადასხვა ვალუტაში, სხვადასხვა დროს.
ამან ბაზარზე ძალიან დიდი გამოხმაურება პოვა და ჩვენს პარტნიორებს ძალიან დიდი მოქნილობის შესაძლებლობა მისცა. მეორე მიმართულება არის ჩვენი სავაჭრო პლატფორმები, ჩვენი ტრეიდერის და ინვესტიციების პლატფორმა, რომელზეც ჩვენს კლიენტებს მივეცით შესაძლებლობა 50-ზე მეტ ბირჟაზე და 60,000-ზე მეტ ფინანსურ ინსტრუმენტზე წვდომის გლობალურ ბაზრებზე. ასევე მივეცით შესაძლებლობა და ყოველდღიურ ჩვეულებრივ ფუნქციონალად ვაქციეთ ისეთი ფუნქციონალები, როგორც არის 24 საათიანი ტრეიდინგი, ალგორითმული დავალებები და სხვადასხვა ანალიტიკური ინფორმაცია, რომელიც აქამდე მისაწვდომი იყო მხოლოდ პროფესიონალი ტრეიდერებისთვის ან პროფესიონალი ინვესტორებისთვის და დღეს ეს ჩვენი კლიენტების ყოველდღიურობად ვაქციეთ. ასევე აღსანიშნავია მესამე ნაწილიც, რომ ჩვენი გამოცდილება დაგროვილი და ჩვენი ის ცოდნა, რაც გვაქვს ტექნოლოგიურ სინთეზთან ერთად, ჩვენ საზღვრებს, საქართველოს საზღვრებს უკვე გაცდა, როგორც იცით, სომხეთში კალტენთაგარტი ახორციელებს კაპიტალური ბაზრების მხარდაჭერის პროგრამას, რაც EBRD-ის პროექტია და რამდენიმე წლის წინ EBRD-სთან ერთად საქართველოში გავაკეთეთ ეს პროგრამა და ამ პროგრამის ერთ-ერთი განმაპირობებელი ჩვენი კაპიტალის ბაზრის სწრაფი განვითარების ეს პროგრამაც იყო და ეს გამოცდილება ახლა მიგვაქვს სომხეთში, სადაც ჩვენს ლოკალურ პარტნიორებთან ერთად ვახორციელებთ ამის დანერგვას. საინტერესო იქნება თქვენი შეფასება თუ რა ძირითად მიმართულებებს აერთიანებს კალტენთაგარტი და თითოეულ ამ ნაწილში როგორია ორგანიზაციის პოზიციები ბაზარზე? ჩვენი სტრუქტურა ორგანიზებულია კლასიკური საინვესტიციო ბანკის, ასე ვთქვათ, სტრუქტურით. ერთი ვერტიკალი არის საინვესტიციო საბანკო მიმართულება, მეორე არის ჩვენი კვლევითი მიმართულება და ჩვენი საბროკერო და საინვესტიციო მრჩევლის, ასე ვთქვათ, მიმართულება. საინვესტიციო საბანკო მიმართულებაში დიდი და შედარებით განვითარებული ნაწილი არის კაპიტალის ბაზრების ნაწილი, რაზეც ვისაუბრეთ და მეორე ნაწილი, რომ მეორე მხარე, რაც შედარებით ეხლა იკრებს ჩვენს ბაზარზე, ასე ვთქვათ, და იდგამს ფეხს, არის M&A advisory, შერწყმის ტრანზაქციების საკონსულტაციო ნაწილი. ჩვენს ბაზარზე ჯერჯერობით არ არსებობს სათანადოდ დაფასება მრჩევლის, ასე ვთქვათ, ღირებულებისა, რაც ტრანზაქციაში მრჩეველს შეუძლია რომ მოიტანოს, ეს იქნება მყიდველების მობილიზებიდან და ორგანიზებიდან დაწყებული პროცესის მართვით, რაც ძალიან მნიშვნელოვანი არის სწორად წარმართვისთვის და წარმატებულად დახურვისთვის ტრანზაქციის, ისევე due diligence-ის და სხვადასხვა მოლაპარაკებაში მხარდაჭერის მიმართულებით. მაგრამ ამაზე საკმაოდ კარგი ფიდბექი გვაქვს ახლა ჩვენი კლიენტებისგან და პარტნიორებისგან და ნელ-ნელა სათანადო დაფასებას და ასე ვთქვათ ისტორიას თავის შედეგებს ქმნის, როდესაც წარმატებული ტრანზაქციები ჩვენი ჩართულობით და რამდენიმე უკვე გქონდა და ძალიან საინტერესო ტრანზაქციებზე მუშაობთ კიდევ შედეგების სახით წარმოჩინდება და ეს უფრო გამოცდილება ხდება უკვე ჩვენი პარტნიორებისთვის და თვითონ გამოცდიან იმ ყველაფერს, რაც ამას მოაქვს. კვლევების მიმართულებას რაც შეეხება, აქ გვაქვს სექტორული კვლევების მიმართულება, სადაც 15 სექტორს ფარავთ. შარშან 200-ზე მეტი პუბლიკაცია გქონდა და რიცხვებზე უფრო მეტად აქ აქვს სიღრმეს მნიშვნელობა. ვცდილობთ რომ მაქსიმალურად რელევანტური და საქართველოს ეკონომიკისთვის, ქართული ბიზნესისთვის ყველაზე უფრო რელევანტური საკითხები დავინახოთ, პრობლემები დავინახოთ გარკვეულწილად, რომელიც დგას და ჩვენი როლი რაც არის რომ policy maker-ებს, პოლიტიკის შემქმნელებს, ბიზნესებს დავანახოთ ობიექტური ინფორმაცია და გარკვეული ჩვენი რეკომენდაცია მივიტანოთ შესაბამის მოთამაშეებამდე, ასე ვთქვათ, ეკონომიკის სწორად წარმოვაჩინოთ. ერთ-ერთი კარგი მაგალითი ამისი არის აგრიკულტურა, სოფლის მეურნეობის
დაფარვა, რაც ეხა დავიწყეთ სიღრმისეულად და აგრი კონფერენციაც გქონდა ამაზე, ინდექსიც გავაკეთეთ და გაცილებით უფრო მეტ სიღრმეში ვაპირებთ ამაზე წასვლას. ხშირი, ალბათ ყველას ხშირად გვესმის, რომ სოფლის მეურნეობის ტრადიცია და კულტურა არსებობს ჩვენთან და რატომ ვერ ვართ ისე განვითარებული როგორც სხვა ქვეყნები და რა არის რა ქმნის შესაძლებლობებს. და სწორედ ამის დანახვაში გვინდა რომ ვითამაშოთ ის როლი, რომელიც ბიზნეს და გადაწყვეტილების სხვადასხვა გადაწყვეტილების მიღებებს დაანახებს ობიექტურ ინფორმაციას. ასევე ჯანდაცვა არის მაგალითად ერთ-ერთი საინტერესო, რომელსაც ეხლა ვაინიცირებთ და ვიწყებთ სიღრმისეულად. ქონდა გარკვეული დაფარვა ამ მხრივ, მაგრამ ესეც ძალიან ისეთი კომპლექსური და საკმაოდ ისეთი ღიად ამოუხსნელი საკითხია და გვინდა რომ ამის სიღრმეში ჩავიდეთ და ისე როგორც დაინტერესებულ ბიზნესს გაუჩინოთ ინტერესი იქ ინვესტირების და გქონდეს ასე ვთქვათ პოლისი საუბრებიც შესაბამის გადაწყვეტილების მიღებებთან. ამავდროულად გალტის მაკროკვლევები საკმაოდ ცნობილი არის ბაზარზე და თქვენს მადლობა იმ ყველა კვლევების გამოყენებისთვის და ყველა მოთამაშეს, რომელიც ამას ყოველდღიურად იყენებს და ამაზე ძალიან ხშირი ფიდბექი გვაქვს და გრძნობთ, რამდენად საჭირო არის ის, რასაც ვთქვით. და კაპიტალის ბაზრების კვლევითი მიმართულება არის, რომელსაც შედარებით ახლა ვავითარებთ და გვინდა აქ მნიშვნელოვნად კიდევ წინ წავწიოთ და უფრო სხვა, ასე ვთქვათ, დონეზე გადავიყვანოთ ეს მიმართულება. ამასთან დაკავშირებით საკმაოდ საინტერესო ცვლილებები და საკმაოდ საინტერესო განვითარებები გვექნება და ამ სიახლეებსაც გაგიზიარებთ პერიოდულად. და ჩვენი საბროკერო და საინვესტიციო მართვის, ასე ვთქვათ, მიმართულება, რომელშიც ჩვენ კლიენტებს ვთავაზობთ როგორც ბაზრებზე წვდომას და საბროკერო მომსახურებას, ასევე უკვე მეტად და მეტად გადავდივართ რჩევით და საკონსულტაციო მიმართულებაზე საინვესტიციო კუთხით. პორტფელის მენეჯმენტი დავნერგეთ რამდენიმე წლის წინ და ძალიან კარგი შედეგები გვაქვს. ეს ერთ-ერთი ჩვენი ყველაზე სწრაფად მზარდი ბიზნესია და ძალიან ძლიერი გუნდი ყავს ამ მიმართულებით, რომელიც ამ ბიზნესს ავითარებს. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი შესაძლებლობა, რასაც მთლიანად საქართველოსთვისაც აქვს მნიშვნელობა და რასაც ვხედავთ, არის რომ ჩვენ საბროკერო მიმართულებაში ორი მისია ვხედავთ ჩვენთვის. ერთი არის ჩვენი ლოკალური და ზოგ შემთხვევაში რეგიონალური რეზიდენტი კლიენტებისთვის წვდომა ბაზრებზე და ეს უფრო საერთაშორისო ბაზრები არის და მეორე არის ინსტიტუციონალური ინვესტორებისათვის რეგიონალურ ბაზრებზე ასე ვთქვათ ერთი ფანჯრის პრინციპით წვდომის მიცემა. და ამაში ძალიან დიდ ძალისხმევას ვდებთ, რომ გალტი იყოს წარმოდგენილი როგორც რეგიონალური პირველი სახელი, რაც მოგივათ თავში, თუ გინდათ რომ კავკასიის რეგიონზე და ცენტრალურ აზიის რეგიონზე ძირითად შემთხვევებში ინვესტიცია გააკეთოთ ლოკალურ ბაზრებზე. ჩვენ საუბრობთ ადგილობრივ განსაკუთრებულ საჭიროებაზე გალთეთ თაგართის მთელი რიგი სერვისების და მე კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენთვის და არა მხოლოდ ჩვენთვის საცოცხლოდ მნიშვნელოვანია, მათ შორის კვლევაზე დაფუძნებული ინფორმაციის მიწოდება, რომელზეც მართლაც გალთის გარეშე წარმოუდგენლად მიგვაჩნია, ისევე როგორც რეგიონის ჭრილში უკვე. თუმცა ჩვენ ვხედავთ ძალიან საინტერესო საერთაშორისო აღიარებას გალთეთ თაგართის საქმიანობის, ამიტიც დავიწყეთ დღევანდელი ჩვენი ინტერვიუ. შეიძლება რომ მეტი გითხრათ ამ ნაწილზე საერთაშორისო აღიარების ჭრილში. წლევანდელი წელი ჩვენთვის სასიამოვნოდ დაიწყო. Global Finance-ის საუკეთესო საინვესტიციო ბანკის ჯილდო მივიღეთ. 2025-ში ევრომანის საუკეთესო საინვესტიციო ბანკის ჯილდო მივიღეთ და მართალია ჯილდო არ არის თვით მიზანი ან მიზანი საერთოდ, უბრალოდ სასიამოვნოა, რომ იმ ძალისხმევას, რომელსაც გალტენ თაგარტი დებს ადგილობრივი ბაზრის და რეგიონალური ბაზრის განვითარებაში, სათანადო დაფასება აქვს ისეთი გავლენიანი გამოცემების მიერ, როგორიც არის Global Finance და ევრომანი. ამ ნაწილში აუცილებელია ითქვას, რომ ეს არ არის მხოლოდ გალტის ბრენდის დაფასება და ცალკეული შედეგები არ მოდის
გუნდის გარეშე. მე მინდა რომ ძალიან დიდი მადლობა გადაუხადო გალტის გუნდს, ჩვენი გუნდი აერთიანებს 100-ზე მეტ პროფესიონალს, რომელიც ყოველდღიურად სრული ძალის ხმევით არის იმისი მონაწილე და იმისი მამოძრავებელი, რომ გალტი იყოს მოწინავე ხაზზე და ყველა ეს ჯილდო, რასაც გალტენ თაგარტი იღებს, ცალსახად ჩვენი ძლიერი და ძალიან ნიჭიერი გუნდის დამსახურებაა. მინდა განსაკუთრებით გუნდის ნაწილში შემოგიერთეთ, მართლაც ბრწყინვალე თანამშრომლები ყავთ ამ კუთხით, ბევრი მიმართულებით, ვისთანაც წლებია თანამშრომლობთ და ასევე მუდმივად ახერხებთ ახალი საინტერესო კადრების შერჩევას და დამატებას ზრდის პარალელურად. და შესაბამისად, აუცილებლად მინდა გკითხოთ განვლილ პერიოდთან ერთად 2026 წლის ძირითადი პრიორიტეტები გალტენ თაგარტისათვის. 2026-შიც და ალბათ მომდევნო წლებშიც ჩვენი პრიორიტეტი იქნება ორი მთავარი მიმართულებით. პირველი არის რეგიონალური დაფარვის და რეგიონალურ ბაზრებზე წვდომის გაუმჯობესება, რაც ძალიან მნიშვნელოვნად მიგვაჩნია კომპანიის განვითარებისთვის. და მეორე მხრივ ტექნოლოგიური და ციფრული შეთავაზებების მნიშვნელოვანი გაუმჯობესება. ეს შეეხება ჩვენს სავაჭრო პლატფორმებს, შეეხება ჩვენს შიდა სისტემებს, რომელშიც ძალიან მნიშვნელოვან ინვესტიციას ვდებთ. ასევე აუცილებელი არის ვახსენოთ AI-ის, ასე ვთქვათ, ათვისება, რომელიც ხდება გალტენ თაგარტში და თამამად შეიძლება ითქვას, რომ AI-ის გამოყენების კუთხით გალტენ თაგარტი დღევანდელ დღეს ბაზარზე მოწინავე პოზიციას იკავებს. და ამ ხრივ გვინდა რომ არ ჩამოვრჩეთ განვითარებას, რომელიც ძალიან ჩქარა ვითარდება და რაც შეიძლება მოქნილად და მალე წავიდეთ წინ. ბატონ გიორგი, ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადო ძალიან საინტერესო საუბრისათვის და მე იმეც ვიტოვებ, რომ ჩვენ არაერთხელ მოგვიწევს საუბარი პირველ რიგში თქვენთან, თორემ სხვა მხრივ თქვენს თანამშრომლებთან და თქვენ კვლევებთან დაკავშირებით, მართლაც ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყოველდღიურ რეჟიმში გვიწევს გალთან შემხებლობა. კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა და წარმატებას გისურვებთ. დიდი მადლობა.